Alot მინდა დღეს პატარა გაკვეთილი ჩავწეროთ თქვენი გულის ფიცარზე და შეგახსენოთ არა მოციქულების სიტყვები, არამედ თავად განკაცებული ღმერთის სიტყვები. ისწავლეთ ჩემგან, რამე თუ მშვიდ ვარ და დაბალ გულითა. ესე იგი თუ შენ გინდა რომ შენს გულში იესო ქრისტე იშვას და შენ გეწოდოს ქრისტიანი, მშვიდი უნდა იყო და დაბალი გულით, ანუ თავდაბალი თუ ხარ, იქნები მშვიდი. ეხლა ხვდებით ხო, რატომ არის გაღიზიანებულები რო ვართ ხშირად, რატომ მყვირი ვართ მაღალ ხმაზე ჩემი თამადობით და რატომ პატარა რამეზე, რატო გვეგლიჯება ნერვები, რატო ვართ დეპრესიაში და რატო ვართ დანერვოზებულები, იმიტომ რომ თავდაბლები არა ვართ. თავდაბალი ადამიანი ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი მის გარშემო ოჯახის წევრი იქნება თუ თანამშრომელი, ყველა არის მასზე უკეთესი. ყველა მასზე უკეთესია. თავდაბალმა არ იცის, რომ თავდაბალია. მას გონია, რომ ის ყველაზე ცუდი ადამიანია ცუდ ადამიანებს შორის. და ამიტომ არავიზი არ აბრაზდება, იმიტომ რომ როცა მას შეურაცხყოფას მიაყენებენ, ან დაუყვირებენ, ან შენიშვნას მისცემენ, ის ფიქრობს, რომ დიახ, მეკუთვნის უფრო მეტის ღირსი ვარ და იმიტომ მეჩხუბებიან და არ ყვირის და არ ჩხუბობს არასოდეს. როდესაც ადამიანი არის თავდაბალი, იმაში სიმშვიდე ისადგურებს და ის არის ზეცის ანარეკლი დედამიწაზე.